ეშინია რომ რაღაცა ისეთ ბანალური არ თქვა ახლა ისაც რას ვიტყვი მე ახლა მაგალითად რაც ჰემინგუეის არ ვთქვამს Cervantes მაგრამ ალბათ თავარი მიგნება რაც აქამდე მომიტანა რაც აქამდე არა ამ ეტაპზე ცხოვრებისა მაქვს გაკეთებული არის ის რომ ადამიანი არასდროს არ უნდა იყოს კმაყოფილი ყოველთვის უნდა გქონდეს ველი სადაც იგრძნობს თავის განვითარების შესაძლებლობებს როცა ადამიანი ამბობს რომ შეუკვირე დავამთავრე მე აღარაფერს აღარ ვისწავლი იმიტომ რომ არ მჭირდება ამის მაშინ ის წყვეტს ადამიანად ყოფნის ნაწილს და რეგრესს იწყებს ძალიან საინტერესო თემაა სხვათაშორისა ეს შუა საუკუნეების სპარსეთში როცა ქსოვდნენ ძალიან მაღალი დონის ხალიჩებს სპეციალურად ტოვებდნენ ხოლმე რაღაც ნაკლს იმიტომ რომ ეს ყველას ენახა რომ ეს ხალიჩი ადამიანმა შექმნა და არა ღმერთმა то სრულყოფილი არის არასდროს ადამიანები არ ართ ხოლმე სრულყოფილები და ამ სრულყოფისკენ ტოლვა რა თქმა უნდა თვითმიზანი არ უნდა იყოს, მაგრამ განვითარება ნამდვილად უნდა იყოს თვითმიზანი. წინსვლა უნდა იყოს თვითმიზანი. აი რაღაცა ისეთი ველის პოვნა, სადაც შეიძლება რომ წინ წახვიდე. ეს არა თქვათ დირექტიულად ახლა ვიღაცამ კი არ უნდა მითხას თავში პირობითად ამის შენ თვითონ შინაგანი მზაობა უნდა გქონდეს იმისთვის, რომ რაღაცა უნარები დამატებით განავითარო. არასდროს ადამიანმა განვითარება არ უნდა შეწყვიტოს. რაღაცა კუთხით. დიახ. და ცნობის მოყარე დარჩეს. ცნობის მოყარეობა, ცოდნის მიღების უნარი აუცილებელია. დიახ. ვერასდროს ჩვენ დენს ვერ ვისწავლით რომ თქვათ რომ ხო. შეა, ყველაფერი ვიცი. ყოველთვის რაღაცა რჩება ისეთი. არასდროს ადამიანმა არ უნდა იზნოს თვითმაყოფილება თავისი რაღაცა შედეგებით მათ შორის ცოდნით რა თქმა უნდა მათ შორის თავისი ნიჭით უნარებით ფორმირებით ამეთი ყველაფრით ყოველთვის რაღაცა ველი უნდა მოძებნო სადაც შეგიძლია რომ განვითარდეს